რა არის იცით, აი ნახე ესეთი ვიდეო რა რიგაში გადაღებული, რომელიც ჩვეულებრივი იქაური ერთი მოქალაქე იღებს თუ როგორ ქრება ნელ-ნელა და როგორ გაქრა ნელ-ნელა საშუალო ფენა. ესე ვთქვათ, როგორ დაიკეტა მაღაზიები, როგორ დაიკეტა რესტორნები, როგორი სიცარიელია საერთოდ ქალაქში ნახეთ რა თუ შეიძლება და მე დაგიბრუნდებით უკვე სტუმართან ერთად. ტკივნეული და შოკის მომგვრელია ის თუ რას დაემსგავსა რიგა. ბევრი წლის წინ ბრივიბასის ქუჩა იყო ლამაზი, ბევრი პატარა მაღაზიით და კაფეებით. ულამაზესი, მაგრამ დღეს რიგის რეალობა სიბინძურე ქუჩებში და სიცარიელე. მიდიხარ და თავი მიტოვებულ ქალაქში გონია. როდესაც რიგაში ჩამოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ ის იყო შესანიშნავი. ახლა ამ ქუჩებზე ცარიელი მაღაზიების რიგია. ახლახან ამ შენობაში იყო კაზინო, სათამაშო დარბაზი, დახურეს, მაგრამ სხვაც არაფერი გაუხსნიათ მის ადგილას. გვერდის შენობებით სულ ცარიელია, იქნებ რამე შეიცვალოს არჩევნების შემდეგ. აი თუ წარმოვიდგინეთ რა, აი მაშინ არის ყველაზე რთულად სიტუაცია, როდესაც საშუალო ფენა კვდება ქვეყანაში რა. აი რაც ეხა ხდებოდა, სათბილისში რო გახვალ ყველაფერი გახსნილია. მაღაზიები გახსნილია, რესტორნები გახსნილია, ხალხი დადის, კონცერტებზე დადის, თეატრებში დადის. გამაგებინეთ, რომელი ჯობია ეხა, რაც რიგაში ხდება თუ რაც თბილისში ხდება და საქართველოში ხდება. აი რომელი ჯობია? სულ ყველაფერს თავი დავანებოთ და კაი ეს ომი და რაღაცა და ამას დავუშვათ ვიტყუებით რომ ჩვენს ომში ჩათრევა სურდათ და რაღაცა. აი ჩვენც რომ ამ დღეში ვიყოთ. მოგეწონებოდათ? რომ საშუალო ფერა ნელ-ნელა რომ ქრებოდეს იმაში ქვეყანაში? პირიქით. ახალ-ახალი რაღაც, ახალ-ახალ ჯერ ესეთი მინდა გითხრათ რომ აი არის ეგეთი მოსაზრებები რომ აი თუ ფული ვინმეს დღეს აქვს, ყველა თაღლითური გზით აქვს ნაშოვნი არ არსებობს ნორმალურად და სწორად ნაშოვნი ფული, როგორ არ არსებობს? ამდენი მაღაზიები სულ თაღლითურად არის, სულ თაღლითები არიან, სულ ყველანი, ამდენი რესტორნები, ამდენი, რა ვიცი, ყველაფერი თაღლითები არიან, სულ ყველა ავადმყოფოები თუ რა ვიცი. ნორმალური პატიოსანი გზით ბიზნესი საქართველოში არ კეთდება? აბა რა არის ესა გამაგებინეთ, გადატენილი რო არის მაღაზიებით, კაფეებით, ბულკებით თუ პურით თუ რა ვიცი, ყველა კაფეებით ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი თაღლითები არიან? ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხო შეიძლება ესე იგი იმ დღეს უყურებდი რაღაცა ვიღაც ხალი ლაპარაკობდა რომ არ არსებობს საქართველოში, ნუ არ არსებობს პატიოსანი ბიზნესი, ყველა თაღლითია, არ არსებობს, როგორ არ არსებობს, ჩემი მეგობრები, აი რა ვიცი, რამდენიც გინდათ იმდენი, ხო? გორში დაბადებული გაზრდილი ბიჭია, ერთი იმერეთში წევაში დაბადებული გაზრდილი ბიჭია, რომელიც ნოლიდან დაიწყეს, ვიცი ზუსტად დისტრიბუციაში მუშაობდნენ, მერე გააკეთეს თავისი სადისტრიბუციო კომპანიები, მერე გაზარდეს, მერე ერთმა ქარხანა იყიდა, მეორემ ინვესტიცია მოიზიდა და შრომობენ. ტვინს ანძრევენ, მოძრაობენ, ეს არეზარებად სირბილი მოძრაობა ის და მიაღწიეს თავისას. ეხა მაღაზიებიც აქვს, ისიც აქვს, ძალიან დიდი სუპერმარკეტებიც აქვს და ასე შემდეგ. როგორ არის ეგ, რომ ყველა თაღლითია გამაგებინეთ რა? იმიტომ რომ ვიღაცას ეზარება, ვიღაცა არ მუშაობს, ვიღაცას გონია რომ ფულს ვერ იშოვის ვერანაირად ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველა თაღლით არ არის ეგრე. არ არის, გაინძრეს, ზარმაცი არ იყოს, ტვინი გაანძრიოს და ყველაფერი იქნება. მაგრამ ესეთ რაღაცეებს იძახიან ისინი, ვისაც ტვინის განძრევაც არ უნდა, სიზარმაცეც უნდა და ერთ დღეში უნდა გამდიდრება. კი, ესეთ ვერ გამდიდრდები ერთ დღეში. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ ხო დღეს გვინდა ყველაფერი რა. და მე სხვების შურთ. იმას თუ აქვს, მე რატო არა მაქვს, იმიტომ რომ ის შრომობს. რამდენია ეგეთი რომ შრომობს სოფელში? რამდენია ეგეთი რომ წავიდა და დარგო რაღაცეები, ცხოველები ყავს, ისა ყავს, რძე აქვს, ისა აქვს, ცათბურები აქვს და ასე შემდეგ და ასე შრომობს. და ადამიანი ვინც არ შრომობს და ვინც ეზარება, იმას აქვს ეგეთი რაღაცა რომ ვერ იშოვი აქ ფულს, მაშინ თავიდანვე დიდი ფულით უნდა დაიწყო, მილიონები გჭირდება, არ არის ეგრე. ერთს მეორე მიამატე, მეორეს მესამე მიამატე და ცოტა ხანში 100 გახდება. ცოტა ხანში 200 გახდება და ესე
აბა ეს ჯობია ხა რიგაში რაც ხდება და გინდაც რა ვიცი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომ პანტაპუნტით იხურება ეს საშუალო ბიზნესი და საშუალო ბიზნესი აღარ არსებობს? დაწონეთ უბრალოდ თქვენი ქვეყნის სტატუსი დღეს რა და მასში ეკონომიკური მდგომარეობა და რა ყველაფერი ჯერ ღვინოს რო თავი დავანებო და ამდენი ღვინის კომპანია და ამდენი ის რო გვაქვს და მე ეს აი რა ვიცი რა ეს არის ის სიმართლე რაც არის რომ მოშრომობენ კიდევაც საღამოს ერთობიან კიდევაც რა ვიცი ყველაფერს აკეთებენ რა მით უმეტეს ახალგაზრდები რა და იმ ადამიანებს ვისაც მარტო იმის ლაპარაკი აქვს რომ ეს ვინც ფულს შოულობს ყველა თაღლითია ხო პირველ რიგში თავის თავში ჩაიხედოს რა რას წარმოადგენს თვითონ რას აკეთებს ზარმაცობს თუ არა ტვინს ანძრევს თუ არა და ღირსია თუ არა საერთოდ რომ რაღაც ეკონომიკურ პროცესებში საქართველოში მიიღოს მონაწილეობა ვინ რას გიგრძელავთ ეგრე ესეთი იოლი ბიზნესის გახსნა მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ არის რა ვიცი და იდეათა რა თქმა უნდა ხო რაღაცა იდეა მოიფიქრეთ მილიონი საშუალო ბიზნესის იდეაა ხო მილიონი რაღაცა არ არსებობს რაც სხვაგან არის და აქ შეიძლება გაკეთდეს